ჩვენ ვაშუქებთ მოვლენებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ ხდება. გაწვდით ფაქტებს ისე როგორც ის სინამდვილეშია. საუბრობთ პრობლემებზე, რომლებიც გაწუხებთ. ყოველ სამუშაო დღეს ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო სამსახური გთავაზობთ მიუკერძოებელ და დროულ ინფორმაციას. დღეში 6 ჯერ უყურეთ საინფორმაციო გამოშვება დღეს. და ჩვენ ზუსტად გიამბობთ რა ხდება დღეს. გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში იატაკის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ვის ევალებოდა გზებზე რადარების დამონტაჟება და რატომ გამოყო გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ამისათვის 52800 ლარი. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს ჩვენ შემოქმედებით გუნდთან ერთად თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი და ხელისუფლება პატიმრებს გაათავისუფლებენ. სასჯელ ახსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, პატრიარქი პატიმრებს პირადად გაესაუბრა და ყველა მათგანი დალოცა. ნომერ 1 დაწესებულებაში მყოფმა მოშიმშილე პატიმრებმა კი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან შეხვედრა 11 საათიდან დაიწყო. უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით მან ივანიშვილს თავდაცვის სისტემაში არსებული სიტუაცია, მათ შორის ფინანსური მდგომარეობა გააცნო. ირაკლი ალასანიას თქმით, განხილულ იქნა ჯარების საბრძოლო მზადყოფნის საკითხით. სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის ინფორმაციით კი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მილიარდიანი ფონდის ჩამოყალიბება იყო. თემები ძირითადად ეხებოდა მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობას. ბუნებრივია, ჩვენ დამჭირდება ძალიან ბევრი კანონპროექტის მიღება პარლამენტს. ყველაფერს თავისი პროცედურა გააჩნია. დღეს იქნება მთავრობის ხდომა. მთავრობის ხდომაზე რამოდენიმე პირველ რიგში გამოსატანის საკითხი იქნება დასახელებული. თავისთავად ცხადია, რომ ბევრ თემას გარკვეული ასახვა დასჭირდება პარლამენტში. მე როგორც პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ვალდებული ვარ, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობის ხდომაზე იქნება მიღებული, გარკვეულად მას პარლამენტში გარკვეული გზა მიუწე. იყო პრემიერ-მინისტრთან პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისში. მე ჩავაყენე საქმის კურსში პრემიერ-მინისტრი სისტემაში შექმნილ ვითარებაზე, ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე ჯარების დღევანდელ საბრძოლო მზადყოფნაზე და ჩვენ გავაგრძელებთ კაბინეტთან ერთად უკვე დღეს სამუშაო შეხვედრა. მილიარდის ფონდი ხომ და შეიქმნას ჩემოკარგო ის აიფუძნება იმ პრიორიტეტებს, რომელიც არის დაწყებული მიწის რეგისტრაციით, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასებით, თავისი ირიგაციით და ყველაფრით, რაც შედის სერვის ცენტრებით, ექსტენსიის ცენტრებით, კონსულტაციებით ფერმერებისთვის, სულ ყველაფერი ეს ერთად გაწერილი იქნება ნაწილი თავის საპროგრამო დაფინანსებით და ნაწილი ალბათ გაკეთდება იმ ფონდით, რომელზეც თქვენ მკითხეთ. დღეს არის პირველი დღე და ამიტომ ძალიან ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი. სწორედ აი ასეთ საკითხებზე იყო ლაპარაკი. ძალიან ბევრი რამე დღეს გაირკვევა, როგორ წარიმართება ჩვენი მუშაობა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ლაშქრმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მისალოცი წერილი გადასცა. ნორლანდის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილს და მინისტრთა ახალ კაბინეტს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა გაგრძელდება. ამერიკის ელჩის თქმით, ობამას წერილის შინაარსზე თავად ივანიშვილი ისაუბრებს, სჯობს პრემიერს დაუტოვოთ უფლება წერილის შინაარსზე. თავად ისაუბროს აღნიშნა ელჩმა. დიდი სამონაა მივიღე იმისთვის, რომ მოიცალა თანაც არჩევნების პროცესში და საერთოდ ამერიკა უდიდეს ყურადღებას უთმობს ჩვენს ქვეყანას აქცევს. ძალიან დიდ ყურადღებას აკეთებს ბევრი ინვესტიციებს, დიდი დახმარებები გვაქვს და მომავალშიც დიდი იმედი უნდა დავიტოვოთ. დიდი მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ ობამას, დიდი მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ესეთი დიდი ყურადღებისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაღრმავოთ
ჩვენს ყველაზე დიდ მეგობართან და საინტერესო მეგობართან ურთიერთობები მოგონში. თეა წულუკიანი პარლამენტისა და სახელმწიფო სტრუქტურების სერვერების მართვაზე უარს ამბობს. კერძოდ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პარლამენტის, ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობისა და სხვა სამინისტროების სერვერების მართვაზე. მისი თქმით, აღნიშნული უწყებების ქსელები იუსტიციის სამინისტროში იყო განთავსებული და პროგრამული უზრუნველყოფა სამინისტროდან ხდებოდა. წულუკიანის შეფასებით, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას დრო და ფინანსები სჭირდება, თუმცა ის, რომ უწყებებმა საკუთარი მონაცემთა ბაზები თავად მართონ, სახელმწიფოს სწორი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. დღესვე თეა წულუკიანმა ორი მოადგილის ვინაობა დაასახელა იუსტიციის მინისტრის თქმით, ესენი არიან ადვოკატი დავით ჯანდიერი და ალექსანდრე ბარამიძე. მე დამხვდა ზურაბადეიშვილის მემკვიდრეობა ამ მხრივ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ხელისუფლების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს და სხვა სამინისტროების, კომპიუტერების, ქსელების და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა. ამას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მაღალ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები. ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ჩვენმა უწყებამ შეწყვიტოს სხვა უწყებების, სერვერების, პროგრამების, კომპიუტერების, ქსელების მართვა, რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების შტოს ერთი უწყება აკონტროლებდეს სხვა ხელისუფლების შტოს ან შტოებს. იუსტიციის სამინისტროს წინასწარი გათვლებით პარლამენტს იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი მონაცემთა ბაზები და დროსთან ერთად შეძლოს ქსელების და კომპიუტერების მართვა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა, საწყის ეტაპზე უნდა დასჭირდეს ალბათ სადღაც 400.000 ლარის ინვესტირება და შემდეგ ყოველწლიურად დამატებით 800.000 ლარის ხარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსებთან იქნება ეს პირველ რიგში დაკავშირებული, მაგრამ გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება არის იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება და მყარი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ის თანამშრომლები, რომლებაც სამსახური მიმინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად დატოვეს, თანამდებობას დაუბრუნდებიან. მაია მიმინოშვილის განცხადებით, განათლების სფეროში განხორციელებული ყველა წარმატებული რეფორმა აღნიშნული გუნდის დამსახურებაა. მიმინოშვილმა მასწავლებელთა სერტიფიცირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პედაგოგთა გამოცდების სისტემა დასახვეწია. მაია მიმინოშვილის თქმით, იგი მასწავლებლებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს და აღნიშნულ სფეროში რეფორმები პედაგოგთა მოსაზრებების თვალისწინებით მოხდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოცდით ან თუნდაც ორი გამოცდით, რასაც აბარებენ ჩვენი პედაგოგები, არ არის გამართლებული პედაგოგის ბედი გადაწყდეს. ბევრი სხვა კომპონენტია მნიშვნელოვანი, რომელიც კი ბატონო უნდა შეფასდეს და რომლის საშუალებითაც უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, ეკუთვნის თუ არა პედაგოგს სერტიფიკატი. მაგრამ ეხლა უკვე ოქტომბრის ბოლოა, პედაგოგებს გამოცდა იგივე პერიოდში აქვთ, რაც აბიტურიენტებს და ეხლა რა თქმა უნდა თამაშის წესების შეცვლა და სხვა კომპონენტების შემოტანა ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ მე ამ თემაზე ნამდვილად მინდა ღიად დავიწყო დისკუსიები ჩვენს პედაგოგებთან და მოვისმინო მათი მოსაზრებებიც სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით. მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი გამოცდების სისტემის მხრივ ცვლილებები არ იგეგმება და ივლისში აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება ჩვეული მეთოდით მოუწევთ. მისივე ინფორმაციით ცვლილებები შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით მოსწავლე კონკრეტულ საგანში გამოცდის. მისი საბოლოო შესწავლის შემდეგ ჩააბარებს, შესაბამისად მე-11 კლასელებს 4 ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო მე-12 κλასელებს ისტორიის, უცხო ენის, მათემატიკისა და ქართული მე-12 კლასელები გამოსაშვები გამოცდების სახით აბარებდნენ 8 გამოცდას სასწავლო წლის ბოლოს მაისში. ეხლა მე-11 კლასელებს მოუწევთ ამ 4 გამოცდის ჩაბარება. ისევ გავიმეორებ საგნებს: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. და მე-12 კლასის ბოლოს კი მოსწავლეები ჩააბარებენ მხოლოდ 4 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია და უცხო ენა. წელს გამოცდები მე-12 კლასის ბოლოს ჩატარდება სკოლების მიერ.
ანუ გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულ გამოცდას წელს არ ჩაატარებს და მისი გარკვეული მიზეზები არსებობს და თუ იქნება კითხვა ბუნებრივია ამასაც მოგახსენებთ. უკვე შემდგომ წელს, ანუ ეს ცვლილება ეხებათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ეხლა არიან მე-11 კლასში, მათ ვთავაზობთ მე-11 კლასის ბოლოს, უფრო სწორად არა გაზაფხულზე, არამედ შემოდგომაზე, როდესაც ისინი უკვე გადავლენ მე-12 კლასში და გამოცხადდებიან სკოლაში, შემოდგომაზე ვთავაზობთ ჩააბარონ ეს 4 გამოცდა. გამოშვებას რეგიონში განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი უკვე ცნობილია გურჯაანელი მოსწავლეებისთვისაც. აღნიშნული სიახლე მათთვის მისაღებია. რატომღაც ვეროდით მე-12 კლასელებს დიდი მოლოდინი ჰქონდათ, რომ გამოცდები დაიკლებდა, ასე ვთქვათ, და გვექნებოდა 4 ან 5 გამოცდა, მაგრამ დარჩა ისე 8 გამოცდა. ერთი დადებითი აქვს, მე როგორც გავიგე, რომ აღარ გვეყოლებიან განათლების სამინისტროდან მოსული დამკვირვებლები. დამკვირვებლები იქნებიან ჩვენივე სკოლის პედაგოგები. და ვფიქრობ, ეს კარგია იმ კუთხით, რომ იქნება შინაო, ასე ვთქვათ, უფრო აღარ ნერვიულობ მეტად, თითქოს ნაცნობი როა, უფრო თავისუფლად ხარ. მე ძალიან გამიხარდა, რომ შემოდგომაზე მომიწევს 4 საგნში ჩაბარება, რადგანაც იმდენი სწავლა და იმდენი გადამეორება აღარ მომიწევს და მაისში შემდეგი 4 საგნში ჩაბარება რომ მომიწევს, მომეხსნება ის ნერვიულობა, რაც 8 საგნანი უნდა ჩამებარებინა 12 კლასის დამთავრების შემდეგ და ძალიან მიხარია თანაც პირველ შემოდგომაზე ჩაბარების დროს, რომელიც საგანში თუ ჩავიჭერი ან ისეთ რამე მოხდა, მექნება შანსი რომ ახლიდან ჩავაბარო და გადავიდე შემდეგ ეტაპზე. გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში მრევლის ინიციატივითა და შემოწირულობებით იატაკის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და მე-18 საუკუნეს მიეკუთვნება. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. მიმდინარეობს იატაკის დაგება, იყო მოზაიკა, ძველებური და ახლა იგება ახალი გრანიტის ქვა. მრევლის შემოწირულობით კეთდება ყველაფერი. დროებით ტაძრის სარემონტო სამუშაოების გულისთვის აქვე ტარდება წირვა-ლოცვა და აღევლინება ზემოთ სოფელ გურჯაანში ივან ათლისმელის შობის სახელობის ტაძარში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმით კოალიცია ქართული ოცნება დაინტერესდა, რა პუნქტებმა მიიპყრო მათი ყურადღება, ვის ევალებოდა გზებზე რადარების დამონტაჟება და რატომ გადაწყვიტა გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ამისათვის 52,800 ლარი გამოეყო. კითხვებზე პასუხი საფინანსო სამსახურმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გასცა. თემაზე ნინო სამნიაშვილის სიუჟეტი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 25 ოქტომბერს გამართული სესიის შემდეგ 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა საჯარო გახდა და კოალიცია ქართული ოცნების წევრი ზურაბ დანელიშვილის ყურადღება იმ პუნქტებმა მიიპყრო, რომელშიც ასახულია, რომ სამკაულების, საათებისა და მონათესავე ნივთებისთვის 1545 ლარი, სათამაშოებისთვის 400, ავეჯი და ავეჯეულობისათვის დაახლოებით 20,000, ქსოვილის ნივთებისთვის კი 1004 ლარია გამოყოფილი. ესეთი გრაფებით სხვადასხვა მომსახურეობები და სხვადასხვა სამუშაოები დაახლოებით 80,000 ლარია გაწერილი. კონკრეტულად რა სამუშაოები და რა მომსახურებები არ ჩანს და დეპუტატებმაც ისე მისცეს ხმა, რომ არავის შეკითხვაც კი არ გასჩენია, რაზეა აქ საუბარი. სულ 10 წამი მოანდომეს ამის ამტკიცებას. მაგალითად, სამკაულების, საათების და მონათესავე ნივთების შეძენა 1600 ლარამდე. რა სამკაულები შეიძინეს, რა საათები და ვისთვის და რისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში გაუგებარი პუნქტები განმარტეს და დააზუსტეს, რომ მონათესავე ნივთები და ქსოვილები მხოლოდ კოდების სახელწოდებაა და მასში ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სიგელები და ჯილდოები იგულისხმება. სახელმწიფო შესყიდვების კანონი არეგულირებს ასეთ რაღაცას. ნებისმიერი შესყიდვების გეგმა ჩაშლილია ციპივი კოდებით. პირველი 3 ნიშანი განსაზღვრავს ციპივი კოდის ძირითად დამახასიათებელს. სამკაულების, საათები, მონათესავე ნივთები. ეს არის ჩაშლილი უკვე შემდგომ მედლები, სიგელები, საათები და ასე შემდეგ. ეს არის გაწერილი უკვე ბიუჯეტში სპორტული ღონისძიებების ხარჯებში. სათამაშოებიც მსგავსი იქნება ანალოგიურად რაღაც სუვენირები, რომელიც არის ღონისძიებებში გაწერილი უკვე ბიუჯეტში. ზურაბ დანელიშვილს კითხვა რადარების შეძენასთან დაკავშირებითაც ჰქონდა. გაგვიჩნდა შეკითხვა და იქნება
საკრებულოს თავმჯდომარემ მაინც გაგვცეს პასუხი. რა რადარები შეიძინეს? რაში ჭირდება გურჯაანის მუნიციპალიტეტს რადარები? და საერთოდ აქვს თუ არა უფლება გურჯაანის მუნიციპალიტეტს თავისი ბიუჯეტიდან შეიძინოს ასეთი რამ? რატომ არ აქვს უფლება? არ აქვს უფლება, იმიტომ რომ თუ საგზაო რადარებზეა საუბარი, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები და მასთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია შესაბამისი თანხები. თუ რატომ გადაწყვეტა გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 52800 ლარი რადარების შესაძენად გამოიყო, საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილმა გვიპასუხა. ერთის მხრივ აღნიშნული ჯარიმებიდან შემოსავალი, ჩვენი შემოსავალია და საკმაოდ დიდი ანუ იმაზე მეტი თუ თქვენ ამას უდგებით წმინდა ფინანსურად შემოსავალი ვიდრე ჩდება ბიუჯეტს გააჩნია და მეორე კუთხე ჩვენთვის თავარი არ არის მხოლოდ შემოსავალი აქ მნიშვნელოვანია უფრო მეტად ის რომ მაშინ როცა რაღაც შემაკავებელი არსებობს და ადამიანმა იცის რომ იმ გზაზე შეიძლება მას რაღაც ჯარიმა მოუწიოს უფრო მეტად გაფრთხილდებიან და უფრო მეტად დაიცავენ წესებს და კანონებს. გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელობამ რა თქმა უნდა საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით. ივლისის თვეში მოხდა სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. უყვით, რატო გააკეთა გურჯაანის მუნიციპალიტეტმა, როცა ამის გაკეთება ევალება სხვა სამსახურს. მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეასრულა კონკრეტულად სამონტაჟო სამუშაოები, მხოლოდ და მხოლოდ ჩართვა და შემდგომი ექსპლუატაცია არის საპატრულო პოლიციის პრეროგატივა და მაგის ჩართვა, როგორც მოგახსენეთ მე, მოხდება საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით. გურჯაანის რაიონში სულ 4 რადარი დამონტაჟდა, 2 ჩალაობაში, 1 კაჭრეთში და 1 ახაშინს გზატკეცილზე. დაახლოებით თითოეულისათვის 13200 ლარი გამოიყო, თუმცა ჯერ ეს რადარები არ ფუნქციონირებს. ავარია ხდება, 1000 რამე ხდება და რადარი ასუშველის ავარიაა. ვისაც რომ უნდა ისე ივლის. ამ ხელს ახებს გადახდა, ვაის აზრი არ აქონდა. დამნაშავე დაჯაიმდება და მიხვდებიან იქ რომ ანუ არ უნდა იაროს საჩქარად. მაგითი უკვე მაგის შესაშველი მგონი მარტო ეგ უნდა იყოს, სხვა არაფერი. გურჯაანის რაიონში რადარები, რომელიც თეთრი ყუთის ფორმისაა და ავტომობილის მოძრაობისა და სიჩქარის დასადგენად გამოიყენება, ჯერ კიდევ ივლისში დაამონტაჟეს და თითქმის 3 თვის შემდეგ კვლავ უცნობია თუ როდის ამუშავდება. ყვარლის მუნიციპალიტეტში ეთერზეთების დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას გამოხატავენ და დასახლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. თემაზე ვრცლად მაია აროთინოვის სიუჟეტი. ამდენი წელი აქ ვცხოვრობ, არავინ არ შემოსულა არც კი აქედან. ჩვენ კი სულ ყველანი, აი ყველა ოჯახიდან წასულები ვარ გამგეობაში, მაგრამ რამდენი განცხადება არის შესული? არც ერთი დაპირება. ყვარლის მუნიციპალიტეტის ეგრეთ წოდებული გერანის დასახლებაში მცხოვრები 25 ოჯახი ადგილობრივ ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც ამბობენ ხელმძღვანელებს, ისინი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ. 2 თვის წინ ამავე კორპუსის მაცხოვრებლებმა ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატისგან დაპირება მიიღეს, რომ ჭერის პრობლემას მოუგვარებდნენ. თუმცა კადრში ნათლად ჩანს, რომ ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია. პრობლემა კი ყოველი წვიმის დაწყებისთანავე იჩენს თავს. არის ძალიან დაზიანებული, ჩამოდის წვიმა, წვიმისგან არის პოლი დაზიანებული, ამოდის ვირთხები, თაგვები, პატარა ბავშვები მყავს და თავისუფლად ვერ დამიძინებია, რომ სძინავთ თავი ვერ დამინებებია, იმიტომ რომ მეშინია, რომ თაგვებმა არ შემიჭამონ ბავშვები. გაჭირვებულები ვართ ამის გამო, რომ წყალი ჩამოგვდის. 2 ოთახიანი გვაქვს და 2 ოთახში გამოდის წყალი, ჩამოდის წყალი. წყალი ჩამოდის, კრაუტები ხან იქით გავათრევ, ხან აქეთ, როცა წვიმა ჩამოგდის ზედა, მძინარი დეგოც ემაყოლე, მაშინ გვეღვიძება. მთელი ტაშტი არა მაქვს სახში, სულ მაღლა სხვენში მილაგია. ესე ჩამოგდის წყალი, კანალიზაციები კიდე შიგნით ტრუბები სულ გაუბედურებულია სულ. აქაურები ჭერის პრობლემის გარდა კორპუსში საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობაზეც საუბრობენ. წლებია ეს კანალიზაცია რაც გაკეთებულია, იმის მერე პატრონი არავინ არ გამორჩენია რომ შეეცვალათ. ისე რომ ძალიან უყურადღებოდ ტოვებს ჩვენი მთავრობა. იყო მარიკა ვერულაშვილი, წინა საარჩევნო პერიოდი რო იყო და შეგვპირდა რომ დაგვიხურავდა ჭერს, მილებსაც გამოცვლიდა, მაგრამ იმის მერე არავინ არ მოსულა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გია ცინცაძის განცხადებით, გერანის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად იგეგმება ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა. აღნიშნული პრობლემები ჩვენთვის ცნობილია, ჩვენ პირველ რიგში გადასაჭრელი პრობლემა აღნიშნულ დასახლებას ჰქონდა სასმელი წყლის მომარაგება, მთლიანად ამოცვლილი იქნა 3 კილომეტრამდე ქსელი და ახალი
ხაზი მოეწყო სასმელი წყლის, აგრეთვე კანალიზაციის პრობლემას რაც შეეხება მთლიანად რის საშუალებასაც გვაძლევს აღნიშნული ტერიტორია მოუწყეთ იქ მარტივი ტიპის კანალიზაცია და შეუცვალეთ ახალი მიღებით, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის ახურვის პრობლემას, აგრეთვე ცნობილია ჩვენთვის საჭირო თანხების გამონახვისთანავე, რომელიც აისახება ბიუჯეტში, ჩვენ აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად მოვხსნით. რა თანხა გამოიყოფა ყვალის მუნიციპალური ბიუჯეტიდან და როდის გერანელების დასახლებაში მცხოვრებთა დასახმარებლად ჯერჯერობით უცნობია. 2003 წელს იუნესკოს მიერ შემუშავებული კონვენციის თანახმად, რომელსაც 2007 წლიდან საქართველოს შეუერთდა 153 ქვეყანას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციების დაცვა დაევალა. რა საკითხები შედის წარმოდგენილ კონვენციაში და რაში მდგომარეობს მისი მიზანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში განმარტეს. ეს კონვენცია მიზნად ისახავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვას, გამოვლენას, შესწავლას და პოპულარიზაციას, აგრეთვე მათი მომავალი თაობებისათვის გადაცემას. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროები არის ზეპირი ტრადიციები და გამოსახვის ფორმები, როგორც არის იგავარაკები, თქმულებები, ზღაპრები, ლეგენდები და ასე შემდეგ. საშემსრულებლო ხელოვნება, ფოლკლორი, აგრეთვე ხალხური მედიცინა, ხელოსნობის დარგები. ამ კონვენციის მიზანი არის, რომ მოვიძიოთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სოფლებში დღემდე შემორჩენილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, მოვახდინოთ მათი აღრიცხვა, მათი ინვენტარიზაცია, შესწავლა და პოპულარიზაცია. მოგვიწევს მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლა და მოძიება იმ თქმულებების, ლეგენდების, ხელოსნობის დარგების და ასე შემდეგ, რომელიც ხალხში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. საჭირო არის, რომ ამ პროცესი ჩაერთოს ჩემთან ერთად აგრეთვე რაიონის მთელი საზოგადოება, საჯარო სკოლები. დაგველოდეთ ეთერში მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ დაბრუნდებით. ყველა სახის ფულადი გზავნილი მხოლოდ ლიბერთი ბანკში. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ქარიშხალსენდის გამო ნიუ-იორკის ბირჟა დაიხურა, იუწყება საზღვარგარეთული მედია. მათი ინფორმაციით ეს საუკუნის მეოთხედის განმავლობაში პირველად მოხდა. სტიქიამ ქვეყნის ცხოვრების ნორმალური დინება უკვე დაარღვია და ეკონომიკას ზარალი მიაყენა. დაიხურა აეროპორტები, გადადებულია 3000-ზე მეტი ავიარეისი. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მეტროპოლიტენისა და რეისებით მომუშავე ავტობუსების მუშაობა შეჩერებულია. სკოლებში შეწყდა მეცადინეობები, ბროდვეიზე კი თეატრები დაიხურა. წინასწარი შედეგებით უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში კვლავინდებურად ლიდერობს მმართველი რეგიონების პარტია, მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია ბატკივშინა 5%-იანი ბარიერი გადალახეს ასევე კომუნისტურმა პარტიამ, მოკრივე ვიტალი კლიჩკოს პარტია უდარმა და ნაციონალისტურმა პარტია სვობოდამ. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა, მასში მონაწილეობა 87-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. ილუზიონისტმა 1,000,000 ვოლტს გაუძლო. iPhone 5 პირველად ნიუ-იორკში გაიყიდა. და გამოშვების დასასრულს საინტერესო ამბები. 39 წლის ამერიკელმა ილუზიონისტმა დევიდ ბლეინიმ ნიუ-იორკში საკუთარ თავზე სახიფათო ტრიუკი ჩაატარა. 3 დღის განმავლობაში 1,000,000 ვოლტიანი ძაბვის ქვეშ იდგა. დევიდი 6 მეტრიან სპეციალურ ნაგებობაზე პარასკევს საღამოს ავიდა და იქ საკვებისა და ძილის გარეშე 72 საათი გაატარა. 1,000,000 ვოლტიანი ძაბვისგან მას ჯავშანი იცავდა, რომლის წონაც 12 კილოგრამს შეადგენდა. iPhone 5 პირველად ნიუ-იორკში გაიყიდა და მისი მყიდველი ჰასიმ საიდი იყო. მან მაღაზიასთან 192 საათი, ანუ 8 დღე-ღამე გაატარა. ადამიანები ნიუ-იორკში სასურველი ტელეფონის შესაძენად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ, რამაც არასასურველი რიგები წარმოქმნა. როგორც გახარებულმა საიდმა განაცხადა, ის ძალიან დაიღალა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და iPhone 5-იც ძალიან კმაყოფილია. საინტერესო ამბები სანაჯიმ გავრცელა. ასეთი იყო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, მომავალ შეხვედრამდე.
ობიექტური ინფორმაცია, საჭირო რჩევები, ღია დებატები, პრობლემების განხილვა და კვალიფიციური ანალიზი. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ თქვენთვის. ეს შენი არხი.